მოგესალმებით, ეს არის გადაცემა წარმატების ფორმულა. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჭედლიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ყოველთვის ცნობილი ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი მარიამ ელიაშვილია. გამარჯობა მარი და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. უღრმესი მადლობა მარიამ, ძალიან გიხარ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. მადლობა დიდი რომ ჩვენი გადაცემისთვის გამონახედრო და მოხვედი. პირიქით უღრმესი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენთან ერთად დღეს გადაცემას წაიყვანს ჩემი თანაწამყვანი ანანო ყატაშვილი. მოგესალმებით. მარია, მოდი პირველ კითხვას დაგისვავ. ბავშვობაზე გვესაუბრე, სად გაიზარდე, სად სწავლობდი? გავიზარდე ქალაქ თბილისში, ვსწავლობ 29 საჯარო სკოლაში და ვარ მე-11 კლასის მოსწავლე. ყველასთვის ცნობილია, რომ ხარ ფრიადოსანი. ყველაფრის საქმიანობის მიუხედავად ასწრებ, რომ იყო ფრიადოსანი და შენი საყვარელი საგანი რომელია სკოლაში? უფრო მეტად ტექნიკური საგნები მიყვარს, ამიტომ საყვარელ საგანს დავასახელებ ფიზიკას. ძალიან ისტორია. შენ როგორც ხარ მე-11 კლასში, პარალელურად ასევე მღერი ხარ და ცეკვა. მაინც შენთვის ყველაზე გამორჩეულად რომელი ითვლება სიმღერა, ცეკვა თუ სწავლა მაინც? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამჟამად სწავლობს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მე-11 კლასში ვარ, წინ მაქვს დაამთავრებელი კლასები, ამიტომ ჯერ უნდა ჩავაბარო გამოცდები, მოვეწყო უმაღლესში და ამის შემდეგ კვლავ განვაგრძობ სიმღერას. სკოლაში თუ სარგებლობ პოპულარობით, ან თუნდაც კლასში? არანაირად, იმიტომ რომ არაფრით არ განსხვავდები სხვებისგან. თავდაბალი ადამიანი ხარ. ძალიან მადლობა. მარიამ, რაზე გინდა ჩაბარება უკვე იცი ზუსტად? ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მომწონს დიპლომატობა ან იურისტობა. და თუ თქვა აირჩიე სხვა პროფესია და არა მუსიკა, ხომ არ დავიწყებ სიმღერას? რა თქმა უნდა, არა. ხო გაგვანებიერებ ისევ შენი სიმღერები. აუცილებლად, იმიტომ რომ მეორე პროფესია აუცილებლად მექნება სიმღერა. მარიამ, რამ განაპირობა ის რომ შენ გიყვარს მუსიკა, შენი მშობლები ხომ არ არიან თქვა მომღერლები? საერთოდ გავიზარდე ძალიან მუსიკალურ ოჯახში, ბებია და ბაბუა მღეროდნენ. თუმცა რა თქმა უნდა სიმღერის სიყვარული მოდის ოჯახიდან, მაგრამ მეც დაინტერესებული ვიყავი. ძალიან დიდი როლი მიუძღვის დედას ამ საკითხში, რადგან გელის ისიც? ის არ მღერის, მაგრამ აღმოაჩინა, რომ პატარა ასაკიდან, 13 წლის ასაკიდან უკვე შემეძლო თქვა სიმღერა და ამიტომ მიმიყვანა შესაბამისად მასწავლებელთან და ამ მცირედი ასაკიდან დავიწყე. კითხვა მინდა დაგისვა ახლა. შენ უკრავ ფანდურზე, ჩონგურზე, როგორც ვიცი, რაღაც დონეზე იცი სალამურზე, დაკვრა და დაკვრა და პიანინოზე დამთავრებული გაქვს, ხო, როგორც კარგად უკრავ. დამთავრებული მაქვს მუსიკალურ შვიდზე. და შენ გიყვარს ხალხური სიმღერები, რაც არის ჩვენ ასაკში უცნაური მართლა. რატომ მაინც და მაინც ხალხური სიმღერა? როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ალბათ უფრო ესტრადას მივყვებოდი, ძალიან მომწონს. დღესაც მომწონს, რა თქმა უნდა, პოპი, ჯაზი, ყველა სტილის მუსიკა, მაგრამ ბოლოს იმაზრზე მივედი, რომ ჯერ საკუთარი უნდა დააფასო და მერე დანარჩენი სხვა. ეს ბევრს არ ესმის სხვათა შორის, ბევრ მოზარდს რაღაც სირცხული გონია თუ რაღაც ნაწილს. გეთანხმებით, ბევრი ამ ყველაფერს დასცინის რაღაც დროს ჩონგური, ფანდური, მაგრამ საბედნიეროდ მიხარია, რომ უმეტესობა ფიქრობს დადებითადაა განწყობილი ამ ყველაფერზე. და ბევრი ახალგაზრდა უკვე შემოტრიალდა და პირიქით ფიქრობს, რომ კარგი არის ისე ძველი გავიხსენოთ და მომწონს, რომ ხშირად ხედავ ბავშვებს. იმას რომ შენი ბრალია ეს ყველაფერი და შენ შეაყვარე ხალხს. რა თქმა უნდა, არა. რატომ არა პირიქით შენ რაც დაიწყეს ქართული სიმღერების მოსმენა. უფრო წამოვიდა და უფრო შემოვიდა. ძალიან პოპულარულია შენი სიმღერები, გამოვარჩევდი ჩვენ ახლა ერთურთ, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ჩვენი წლის ასაკში. ძალიან მიხარია თუ ვინმე სამაში დავეხმარე და სტიმული მივეცი მცირედი მაინც რომ თვითონაც აიღოთ ეს მუსიკალური ინსტრუმენტები და თვითონაც შეესრულებინათ რაღაც. მარიამ 3 წლის ასაკიდან მღერი, ნუ ხა 3 წლის და ცოტა ზემოთ ეს თითქოს ცოტა გატაცება და რომელი ასაკიდან მივდექი უფრო სიმღერას უფრო სერიოზულად და როგორ განეწყვე ამ ყველაფერს? ალბათ დაახლოებით 2 წელია, რადგან კარგი გადაწყვეტილება მივიღე რომ ფოლკლორის სფეროში დავიწყე რაღაც ჩემი მცირედი ასე ვთქვათ მოღვაწეობა, ამას ძალიან კარგი ვქენი, ალბათ, რადგან
უნდა დააფასო საკუთარი ნამდვილად. ერთი წლის წინ შენი ვიდეოები მეგობრების რჩევით აიტვირთა სოციალურ ქსელში. როგორც ვიცი, შენმა ატვირთა ხო? კი, ამიტომ ვამბობ, რომ მას ძალიან დიდი როლი მიუძღვის აბსოლუტურად ყველაფერში. ჩემი მცირედი პოპულარობაც პირველ რიგში და ჩემის დამსახურება. და იმ მომენტში არ გაბრაზდი დედა რა ტვირთი იმ მომენტში ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ცალკე მე ვტიროდი იმის გამო, რომ მეგონა ეს ყველაფერი ძალიან ცუდად იმოქმედებდა ხალხს, პირიქით მათგან დაცინვა, დამცინავი კომენტარები წამოვიდოდა. მაგრამ საბედნიეროდ პირიქით უფრო დადებითად შემოძლებდნენ, შესაძლოა ძალიან კარგია. შენ ანუ ხშირად არიღებ მონაწილეობას მუსიკალურ კონკურსებში და აქედან ხო არ არის ეს გამომდინარე, რომ თქვა გაქვს რაღაც მომენტით შიში იმის, რომ ხალხისგან წამოვა უარყოფითი რეაქციები. ხომ არ გეშინია ამის? ალბათ ის არის ამის მიზეზი, რომ მე ამ პერიოდში მინდა რომ მხოლოდ ფოლკლორის სფეროში ვიყო და მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერები ვიმღერო. რა თქმა უნდა, კონკურსებში უცხოურ სიმღერებს ანიჭებენ უფრო მეტ პრივილეგიას. ამიტომ უმეტეს მიზეზი და გული მწყდება მართლა, იმიტომ რომ პირველ რიგში ქართული უნდა გვახსოვდეს და ქართულს უნდა ვაფასებდეთ, იმიტომ რომ ქართველები ვართ. გითხრები. მარიამ, ყავს ძმა სანდრო და როგორი დამოკიდებულება ურთიერთობა გაქვს შენ ძმასთან და უგებ თუ არა თქვენი ხასიათები ეწყობა? მოგვიყევი მასზე. მეგობრობთ ერთი შეტყვით. კი, ნამდვილად მეგობრობთ, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და ახლო მეგობარი არის. მან მაგალითად ჩემგან აიღო, როდესაც კი, ღერის ცეკვავს. საბედნიეროდ მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემზე ბევრად უფრო კარგი სმენაც აქვს, ხმაც და ბევრად უფრო მეტ ინსტრუმენტზეც უკრავს. რაც ძალიან დასაფასებელი და გასახარებელია, ის ჩემზე პატარა არის 2 წლის არის 14 წლის გახდება მალე და მიხარია რომ ისიც ქართულ ხალხურ სიმღერებს მღერის და მოსწონს რასაც აკეთებს, რადგან რასაც დაინახა რომ მე ამ სფეროში შევედი და რაღაც პატარა ვიდეოებს ვდებდი და ხალხისგან კარგი ემოციები მოდიოდა, მასაც მოეწონა ალბათ ეს და ახლა კითხავ შენ დედაზე. დღევანდელ თინეიჯერებთან ზოგადად პრობლემა იყო ყოველთვის მოზარდებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა მშობლებთან. შენ გაქვს ეს პრობლემა თუ მეგობრობ დედასთან და უყვებ? ნამდვილად არ მაქვს. უფალს მადლობას ვუხდი რომ მართლა ასეთი დედა მყავს, რადგან შემიძლია თამამად ვთქვა რომ იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია, დაც არის, დედაც არის და ყველანაირად ახლო ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავუზიარო ყველანაირი აზრი, ყველანაირი რჩევა მომწეს მან და დარწმუნებულია რომ მასზე უკეთესად არავინ მირჩევს არა. შენი დაქალი ერთი კარგი. მარიამ, იცი რა მინდა გითხრა, არც ერთ ინტერვიუში არ გელაპარაკია შენ პირადზე, პირადში რას გულისხმობ? ყვარებია თუ არა ვინმე? ან ყოლია არა შეყვარებული. სწორად ამიტომ ვიკავებ თავს, რადგან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება. მაგრამ მაინც რა აზრის ხარ სიყვარულზე ჩვენ ასაკში? ჩვენ ასაკში ნაკლებად ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ ჯერ სანამ ამ ასაკში ვართ, სხვანაირად მაქსიმალურად სხვანაირად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ვისწავლოთ, გავერთოთ, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ ამ ყველაფერსაც მოესწრებით. და იმის გწამს რომ თუ შეგიყვარდა ვიღაც ჩვენ ასაკში ჭეშმარიტი იქნება ეგრცნობა თუ გონია რომ უფრო მეტად გატაცება მგონია რა სერიოზულად არ შეიძლება თქვა ეს არ ვჯერა იმიტომ რომ ყოველ ასაკში სხვანაირად არ მიყავს სიყვარულს მაგრამ სიყვარული მოდი ის სიყვარული ცალკეთილად გადავდოთ და სხვა თემაზე გადავიდეთ მარიამ გაქვს თუ არა თავისუფალი დრო რადგან შენ პარალელურად ძალიან ბევრ ამაზე დადიხარ ცეკვა მღერი სხვადასხვა საგნებში სხვადასხვა სკოლაში აღდაირონის სკოლაში და ამ თუ გრჩება ამ ყოველთვის მიუხედავად თავისუფალი დრო და ვის უთმობ ამ თავისუფალ დროს? უნდა ვთქვა რომ ყავს იმ საუკეთესო მეგობარი სოფო რომელიც მუდამ-დამარად გვერდში მიდგას, ამიტომ და ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამიანი მყავს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირედი დრო მაქვს და შეიძლება ითქვას რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, ყველანაირად ვცდილობ რომ მას ყურადღება არ მოვაკლო. ისიც ვცდილობს რომ მუდამ ჩემთან იყოს ყველა კონცერტზე თან ერთად დადის. ძალიან დასაფასებელია. ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ მუდამ გვერდში მიდგავს. ყველაზე მეტი გულშემატკივარი დედასთან ერთად სოფო არის. დასაფასებ ამ ადამიანში. ამ ადამიანში პირველ რიგში ვაფასებ ერთგულებას.
პარალელურად ალბათ მეგობარში როგორც სოფაში რა თქმა უნდა ძალიან კარგი მეგობარია იცის მეგობრობის არსი იცის რომ მის ჩემთვის იგი არის ძალიან ახლო ადამიანი და უფრთხილდება ამ ურთიერთობას არის მართლა ნამდვილად ერთგული და შეუძლია ჩემი გულისთვის ყველაფერი გადადოს იმიტომ რომ ხშირად ყოფილა ესეთი მომენტები ამიტომ ბედნიერი ვარ და მიხარია რომ მინდოდა მეთქვა რომ ყველა ადამიანი ბედნიერია ვისაც ყავს ჭეშმარიტი ნამდვილად მეგობრობის ფასი მაროკოზე მინდა კითხო შენი ჩაატარე ტურნირი ხო მაროკოში როგორც ვიცი და გვესაუბრე რა ხდებოდა იქ როგორ იწვია მაროკოში ვიყავი ცეკვის გასტროლებით ერთი თვით ძალიან დასამახსოვრებელი იყო, ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ჩამოვიდი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხმა იცის ქართული კულტურა. აფასებენ ქართულ ხალხს და დიდი აღფრთოვანებით, აჟიოტაჟით, აპლოდისმენტებით ხვდებიან ჩვენს თითოეულ გამოსვლას. ნამდვილად ძალიან თბილად მიგვიღეს და ბედნიერი ვარ, რომ ქართული სიმღერა რაღაც მცირე დონეზე მათაც უყვართ. მომეცა შესაძლებლობა და საშუალება, რომ მათთან მემღერა ასევე მეცეკვა და ბედნიერი ვარ და მინდა რომ ყველას ვუსურვო, მოიარო მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა საკუთარი კულტურა და ეს ყველაფერი რაც გვაქვს მართლაც გავუზიაროთ და დავაფასოთ ჩვენს პირველ რიგში და აუცილებლად. მარიამ, ხშირად იღებ მონაწილეობას საქველმოქმედო კონცერტებში და თუნდაც აღნიშნავ, ახლა მარიამი რამდენიმე დღის წინ იყოფებოდა ბათუმში, სადაც ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი და ორ ოჯახს ბათუმში გადაეცებინა. რაც დიდი მადლობა ამისთვის მარიამ. მარტო ჩემით არა, უნდა დავამატო რომ ძალიან ბევრი ხელოვანი და ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი არის, რომლებსაც უჩნდებათ ასეთი ინიციატივა და სურვილი რომ იმ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ და მცირედი წვლილი შეიტანონ ბედნიერებაში. რა თქმა უნდა, ამაზე უკეთეს ვერაფერს გააკეთებ, როცა უფალმა რაღაც მცირედი ნიჭი მოგცა, ეს უნდა გამოიყენო ყველანაირად დადებითად და კარგად. ძალიან მომწონს შენი შეხედულება მყოლზე. ყოველთვის მადლობელი ხარ უფლისთვის, შენი იცაც ღმერთს აბრალებ და ყველაფერს სულხშირად ახსენებ. რა თქმა უნდა, ყველაფერი აუცილებლად უფლის დამსახურება და უფლის წყალობაა და ეს ჩემი პოპულარობა ალბათ ეს მართლა ისეთი ნათქვამია, მაგრამ მცირედი პოპულარობა ხალხში ახალგაზრდებმა და რაღაც ყველა ასაკის ადამიანმა იცის და ეს არის უფლის წყალობა, გამართლება და ფორტუნაც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მართლაც ეს ერთმა შეიძლება ითქვას, რომ ერთმა სიმღერამ გამხადა და ერთმა სიმღერამ შეცვალა მთლიანად ჩემი ცხოვრება. მოდი, რაც პოპულარულობას შეეხება, რა თქმა უნდა, როდესაც შენ ხდები პოპულარული და შენი სახე არის სივრცეში, რა თქმა უნდა ხალხი შენ ზოგი ადამიანი არის შენ თანმიმართებაში დადებითად როგორც უარყოფით, ანუ ხა რომელიც უარყოფითად არიან გაწყობილი, ნუ აქცევ თუ არა ყურადღებას თუ ამაზე ესე ძალიან დიდი რეაქცია გაქვს. იცგუნები ერთი სიტყვით იყო პერიოდი, როდესაც თითოეულ კომენტარზე მქონდა რეაქცია და ყველაფერზე ვნერვიულობდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმდენად მცირე არის ამ ხალხის რაოდენობა და იმდენად ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ. თითქმის 90% შენზე არის ძალიან დადებითად განწყობილი, იმიტომ რომ მე წავიკითხე და ძალიან ისეთი სამაყოთ ბედნიერება ის არის, რომ საქართველოსთან წასული ემიგრანტები მონატრებული არიან ამ ყველაფერს და მუდამ დიდი ელოდებიან თითოეულ შენს სიმღერას, თითოეულ შენს გამოსვლას და ამით მათ რაღაც ბედნიერებას ანიჭებ და რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ყურადღება არ უნდა მიექცია, იმიტომ რომ მათ უმეტესობას არც აქვს, არ შეუძლია დაასახელოს, რატომ არ მოსწონ ხარ. ალბათ თითოეულ მათგანს რაღაც პირადი მიზეზი აქვს ამის, ამიტომ მაგრამ შენ ალბათ არ აქცია ყველაფერს ყურადღებას. არ უნდა მიექციო ყურადღებას. ხო, ან რა თქმა უნდა, ჯანსაღი თუ არის, რა თქმა უნდა, ჯანსაღ კრიტიკაზე უკეთესი არაფერი არ არის. წარმატებისთვის არის ასეთროული სტიმული არის ძალიან დიდი, რომ სარწმუნოებაზე მინდა გელაპარაკო, ტევე კვირიკეს სწორედ ამას ეძღვნება და შენი აზრით რა როლს თამაშობს ეკლესია ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში? შენი შეხედულება გვაინტერესებს. პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეკლესია ყველაზე დიდ როლს ასრულებს. ბედნიერი ვარ, რომ ვიზრდები მართლმადიდებლურ ოჯახში, სადაც ყველა ცდილობს, რომ რელიგიას ძალიან
კი, რა თქმა უნდა, რელიგიურ ოჯახში ვიზრდები. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს, მაგრამ მშობლები ხელს მიწყობენ, მამაოც ხელს მიწყობს, რომ ყველანაირად გამოვნახო დრო და რადგან აუცილებლად უფალს მადლობა უნდა შესწირო ყველაფრისთვის, როგორც მოგეცა ისევე მალე წაგერთნება თუ არ დააფასე ეს ყველაფერი. მარიამ, შენი საქმით, შენი კონცერტების შემდეგ კმაყოფილი ხარ თუ არა? როგორ ფიქრობ, მაქსიმალურ საკეთებ იმის, რაც შეგიძლია? ყოველი კონცერტის მერე უკმაყოფილობის გრძნობა მაქვს. როგორც ყველას შეიძლება ასე თქვა. ყოველი კონცერტის წინ დიდი ნერვიულობის გრძნობა და ძალიან დიდ სტიმულსაც გაძლევს ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ შემიძლია ვთქვათ უკეთესი გავაკეთო, ამიტომ ეს ყველაფერი იმდენად დიდ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტად ვიზრდები ყოველი კონცერტის შემდეგ. და სცენაზე როდესაც დგახარ და მღერი, რა განცდა გეუფლება ხოლმე? იმ მომენტში ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი. უნდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები, როდესაც ხალხი ხვდება აპლოდისმენტებით. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის, როდესაც მათგან იმდენად კარგ ემოციებს ხვდები. ნამდვილად. ყველაზე კარგი მომენტი ეგ არის. მარიამ, რომ შეგეძლოს, რომელ ცნობილ მომღერალთან ჩაწერდი დუეტს? ძალიან გული მწყდება, რომ სოფლიმ დაკარგა ისეთი უდიდესი მომღერალი, როგორც იყო ვიტნი ჰიუსტონი. ცოცხალი რომ იყოს აუცილებლად შესაძლებლობა რომ მქონდეს. რა თქმა უნდა ეს ოცნება არის და რეალობასთან ძალიან მოკლებულია, მაგრამ დიდი ოცნება იქნებოდა ეს. ესე ქართულ მომღერლებში ვის გამოარჩევდი უფრო, მარიამ? ჩემთვის საყვარელი. კონკრეტულად არავისზე დავიწყებ საუბარს, რადგან ყველას თავისი შემოქმედება აქვს, ყველას გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი. რადგან მე ფოლკლორში მოღვაწეობ და მღერი ასეთ სიმღერებს, ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი იყო თეონა კუნციაშვილი, რომლის სიმღერებსაც ვასრულებ. შენი რეპერტუარი უმეტესობა ეკუთვნის მას, როგორც ვიცი. სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა და შემდეგ უკვე შენი სიმღერით გაგვანებივრა და დაგვატკბა. ძალიან დიდი მადლობა. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ჩვენს კეთილ საქმეს, გვინდა რომ ჩავატაროთ კონცერტები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, კი და იმ მცირე სოფლებში, პატარ-პატარა სოფლებში ჩავახციოთ, ჩავიდეთ და გავუხალისოთ და ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ. წარმატებებს გისურვებთ, მარიამ. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ერთად იყავი, კარგი გარემო შეგვიქმენი. პირიქით უღრმესი მადლობა, რომ საშუალება მომეცით, მე საუბრა საკუთარ თავზე და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანებიც გაგიცნობ. მე ძალიან მიხარია, რომ გაგიცნობ. და ესეთი კარგი მეგობარი შევიძინეთ. მადლობა, მარიამ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყებს სიმღერას. რომელ სიმღერას შეგვისრულებ? შეგისრულებთ ხალხურ სიმღერას ვაჟა, ოდილის. ძალიან კარგია. გისმენთ მთელი კუთხით. ოდილის მზის ხილო ხანთელზენი სულთატნება შუა მხოდან რომ იზოდი ხარაკული რა და გაგეთირება შენ თუ არ იცი მიზეზი აბავისეცოთნება გადამოაშუქელურ სხილიანას გალათები Rada შავდება ცარაიგა ნახავა და გამიხარდები Rada შავდება ცარაიგა ნახავა და გამიხარდები თქვი არა ჯაგელო ხვი არა ქსანზე და მინა ჩამაიარა რა ვიღრმულაზე ვფიქრობდი და რა გამიგიარა შორის ვიკითხე სალაპარაკოდ კი არა ძალიან ესეთი მთელი ემოციით, მთელი გულით რაც შეძლო შეგვისო და აი მართლა ძალიან დიდად ვისიამოვნე და აი ძალიან დიდი მადლობა. ერთი სიმღერა შეგვისრულება. არ უნდა რომ დამთავრდეს ეს გადაცემა და ერთხელ გვიმღარა რამე შენაც კიდე. რომელი გსურთ? რამდენი მოდილეს და უკრავ? აუცილებლად.
არიღავა როგორც მოთებს დარადი მათოვდა და მოხლა დაგulis საგულეს დავღრუნე თხები ყავადაღებს ისევა მისდევდა და ღამეს უშენობით უსხიმითევდა და მოხლა დაგulis საგულეს დავღრუნე Ramadani malodine Ramadani tolis mosla Ramadani gazafuli ikarebit dazafruli Ramadani shemodagum iselefshi da karaguli Damahit Ramadani malodine Ramadani tolis mosla Ramadani gazafuli ikarebit dazafruli Ramadani shemodagum iselefshi da karaguli არიღავა მონადირებას სულში სახლობდა და არიღავა როგორც მოთებს დარადი მათოვდა და მოხდა ცხოვრება ხელა და მიღირე და მაინც რამადანი მალოდინე რამადანი ღიმი მარჩა რამადანი ოცნებები არაფში დამალული რამადანი საფხულები ჯელაჯულად და ქარაგული და მაინც რამადანი მალოდინე რამადანი თოლის მოსვლა რამადანი შემოდგომა ისლებში და გარაგული რამადანი ოცნებები ისლებში და ქარაგული უღრმეს მადლობა იმართლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენთვის იმღერე და ესეთი სასიამოვნო გზნობა დამეუფლება არ დამოვიწყება არასდროს ეს ჩაწერა ყველასგან განსხვავებული ძალიან დიდი მადლობა ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიეთ და გიშთაბჭლები სამწუხაროდ ძირფასო ტელემოყრებო ჩვენი გადაცემა ამოიწურა შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი მარიამ ილიაშვილი იყო და მარიამ გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას ყველაფერ კარგს და ნახვამდით მომავალ შეხვედრამდე დროებით